ერთი დღის შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ფართო პოპულაციისთვის საფრთხე ჯერჯერობით დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაავადების გამომწვევი H5N1 ვირუსი ძირითადად ეხება იმ ადამიანებს, ვინც მუშაობს ცხოველებთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში და მათ უკეთ უნდა დაიცვან თავი. ვირუსი არ ცირკულირებს ადამიანებში, თუმცა ის შეიძლება უცებ მოხდეს იმ პირებში, რომლებიც არ არიან შესაბამისად დაცულები, განსაკუთრებით ფრინველებთან თუ რძის მწარმოებელ პირუტყვთან მომუშავე თანამშრომლები. ეს არის ერთგვარი რისკ ჯგუფი, სადაც ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა ვლინდება, თუმცა ფართო გავრცელების საფრთხეს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. ჰარისმა განაცხადა, რომ პაციენტი, რომელიც ლუიზიანაში ამ ვირუსით გარდაიცვალა, 65 წლის იყო და ჯანმრთელობის სხვა ქრონიკული პრობლემები აწუხებდა. ჯანდაცვის სპეციალისტების ინფორმაციით, მას ქათმებთან და გარეულ ფრინველებთან ჰქონდა შეხება. ფრინველის გრიპის შემთხვევები გასული წლის ბოლოს ევროპაშიც გამოვლინდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით გავრცელების მაჩვენებლები დაბალ ნიშნულებზე რჩება.